ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა დღეს 108 წლის შილინჭელიძე მოინახულა და მას საყოველთაო დაზღვევის პროგრამა გააცნო. სულხან ღლონტი თანაგუნდელებთან ერთად მოხუც სახლში ეწვია და ერთგულა ამომრჩევლად საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე დეტალურად ესაუბრა. დეპუტატის განცხადებით 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული პროგრამის მიხედვით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სტაციონალური ონკოლოგიური და ამბულატორიული მომსახურებით უფასოდ ისარგებლოს. სულხან ღლონტის განცხადებით ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებაში მყოფი გუნდი დანაპირებების შესასრულებლად ეტაპობრივად მუშაობს. საყოველთაო დაზღვევის შემოღება კი ამის ერთ-ერთი მაგალითია. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატები მსგავს შეხვედრებს სამომავლოდაც გააგრძელებენ. და ის დაზღვევა შეუჩერდა, ასევე მიდის და უკვე ის მთავარი მოთხოვნა იყო ის და თხოვნა რომ იქნებ მოახერხოს სახელმწიფო მისე რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მან იცოდა რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირდა ასე ვთქვათ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა. დღეს ჩვენ ეს შევასრულეთ და მე მოვედი დღეს შირინ ბაბუს უთხარი რომ ჩვენი დაპირება შესრულებულია და ამით მეც ძალიან ბედნიერი ვარ და როგორც ხედავ თვითონ ძალიან გახარებულია. ეს არის მართლა მნიშვნელოვანი რამ, რასაც ქვია საყოველთაო დაზღვევა. ჩემ მოხუცებულს არავის არ მოსწია, რაც მე მომესია. თქვენი ხელისეწყობით დღევანდელი ჩვენი მთავრობა ძალიან კაი მთავრობა გყავს. აი დამბერდნენ და შინისწულად დაპირება. მადლობელი ვარ ყველას.